ყველაზე საინტერესო ამბავი არის ის, რომ ესე იგი ცხოველებში სილამაზე უკავშირდება ჯანმრთელობას და ადამიანში, იმიტომ რომ ადამიანის ფსიქიკა ძალიან რთულია და ადამიანის ფსიქიკამ შეიძინა კიდევ სიმბოლური აზროვნების კატეგორია, ადამიანის შემთხვევაში ზოგჯერ კი არა და თითქმის მთელი იმ ისტორიის მანძილზე, რასაც შეგვიძლია თვალი მივადევნოთ, ძალიან ხშირად პირიქით ჯანმრთელობის დამაზიანებელიც კი არის. მაგალითად, ძველ რომში ქალები, კაცები, განსაკუთრებით ქალები, იწვეთებდნენ თვალში ერთი მცენარის წვეთებს იმისთვის, რომ ძალიან გრძნობიარე და იდუმალი გამოხედვა ჰქონოდათ, მაგრამ მხედველობას აკარგინებდა ეს შხამიანი მცენარე. მაგალითად, მე-20 საუკუნის დასაწყისშიც კი შედიოდა რადიაციული ნივთიერება ფერუმარილში, რომელიც კანის კიბოს და ათასუბედურებას და სიკვდილს იწვევდა. კორსეტები მარტო ქალებს კი არ ქონდათ, კაცებსაც, იმიტომ რომ წვრილი წელი კაცებშიც ასურველი იყო და ქალებშიც და საჭვლის მომნელებელ ტრაქტს აზიანებდა. ანუ რაღაცას აგნებდნენ ადამიანები, რომ ჯანმრთელობასთან თანხვედრაში იყო, რომ აი მტვრისგან, ბაქტერიებისგან იცავდა ეს მეიქაპი ძველ ეგვიპტური, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში რაღაც საშინელებებს აკეთებდნენ ადამიანები, ოღონდაც ყოფილიყვნენ ლამაზები.